ზანზეთ მეტად ბევრი ძმარი ხო არ დავუდგე. თუ გამოიცნოთ ვინ არის ეს ადამიანი, მოგცემთ 100 ლარს. კარგია. ცოტა ხარო გავთიშოთ კაბელები ძალიან. ფუ, ჩემი. ვაი, ეს და მილიონობით ხარ ხარ სამუდელოს იმის გამო რომ ეს ვერ მოუკვდით. სად გვაქვს ჩვენ მაგის ბედი? ნა, მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ ხართ არხ ბოლო-ბოლოზე, ეს კი ჩვენი ახალი გადაცემაა ორთაბრძოლა. პირველ რაუნდში მოთამაშეებს მოუწევთ ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული კროსვორდები შეავსონ, თამაში იქნება დასწრებაზე, ვინც პირველი დააჭერს ჩვენს მიერ მოცემულ წითელ ღილაკს. კოპკებს. წითელ ღილაკებს? ვინც პირველი დააჭერს წითელ ღილაკს ხელს, ის დაასახელებს პასუხს. ლაპარაკობსავდეს. მოდი, ანუ მე მგონი ძალიან ცუდი აზრი იყო რომ ეს დავსვით სამყარო. არა, ძალიან ცუდი აზრი არის თავიდან დაწყება. ეხლა გავიგეთ. პირველი რაუნდი, კროსვორდების ტური. მეგობრებო. ჩვენ თოკო დავამგუართ. ჩვენი სტუმრები ვაინტეგრიროთ აუცილებლად. ვაინტეგრიროთ. ჩვენი სტუმრები ვაინტეგრიროთ. ჩვენი სტუმრები გახლავთ თავიანთ არხზე. ირაკლი მამბუაშვილი, ჩვენი აღმასრულებელი პროდიუსერი და თორნიკე წულუკიძე, გენერალური დირექტორი. მადლობა ბიჭებო. ჩვენს არხზე სტუმრობისთვის. ერთი რამე დაგავიწყდა, მაგრამ არა უშავს ჩვენი გენერალური სპონსორი. არ დავიწყებია, უნდა მეხსენებინა ჩვენს გენერალურ სპონსორზე ბიჭები ისაუბრებენ. ჩვენი გენერალური სპონსორი და არხის წარმომადგენელია საქართველოს უნივერსიტეტი. ბიჭებო, ორი სიტყვით რო გითხრათ, როგორი მოლოდინები გაქვთ თამაშთან დაკავშირებით. წინა ჩაწერიდან გამომდინარე კიდე არა, წინა ჩაწერა მაყურებელმა თუ არის წინ როგორ არის ის მაყურებელი? გიგასო ნახა ყველაფერს. კარგით მეგობრებო, გადავიდეთ. როგორი მოლოდინები გვაქვს აღარ გაინტერესებს? არის ახი ძმა. ძალიან მაგარი მოლოდინები გვაქვს. ძალიან კარგი. შემართებით ხართ, რაც თავარია. მაგრამ ის არ გითქვამს იმ შემთხვევაში რა ხდება თუ მე გამოვიცანი ან თუ ვერ გამოვიცანი. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის მიერ დასახელებული სიტყვა არ იქნება სწორი, ამ კონკრეტულ მოთამაშეს მოუწევს რომ ჩვენს მიერ მომზადებული კოქტეილები მიირთვას და არა მარტო კოქტეილები. არა მარტო კოქტეილები, ჩვენ გვაქვს ასევე კონიაკი, მაღალი წარმოების კონიაკი, ასევე არაყი. მაღალი წარმოების კონიაკი გვაქვს იაფად. ხო, ასევე გვაქვს არაყი, რომელიც არ არის მაღალი წარმოების, მაგრამ არის ძალიან გემრიელი და რის მიხედვით უნდა იმას ქნათ? ვიზამთ რამეს გამოკლედ. ხო. რაღაცა რიცხვები გვაქვს, რაღაცა სია, კაროჩე მანდ უნდა იმასთან რა, ამოიწჩიო რაღაცა რიცხვს დაასახელებენ, ამ რიცხვზე ამას დალებენ, იმ რიცხვზე იმას დალებენ, ნახავთ. არის ნერვულად ნახავთ, უყურეთ და ნახავთ. ბიჭო, ჯერ ამოტრიალებულ მდგომარეობაში ხონდეთ ეს ფურცლები არ ესე უნდა მეჭიროს და ესე უნდა მეჭიროს. რო ამოტრიალეთ, მაგას მიხვდები შენით და თუ ვერ მიხვდები, აქ რა გინდა საერთოდ ამ ინტელექტუალურ გადაცემაში. ეს ინტელექტუალური გადაცემა. მათ შორის. მათ შორის. ეს კითხულობს. არა, იმას ფიქრობ საით არის სწორი მხარე. მაგას მე აი მგონი ეს. თქვენის ნებართვით. გავხსნათ პირველი რაუნდი. დავაგოტრიალებინა. მე ამოვატრიალე. დავიღუბეთ. აი, გავიხსენოთ. მოდი ერთად ვიმსჯელოთ. არ მინდა შენთან ერთად შეძლო. არ გინდა ნუგდეს, მე ჩემთვის ვიმსჯელე. ფუფალა, ნატრის ხე, ხო ნატრის ხე. ბიჭო, ხო გაქვთ ნანახი ეს ქართული ფილმი? კი. რა თქმა უნდა. ფუფალაზე წომწმენიათ. ფუფალას თავზე აფსამენ ძმა. თავზე აფსავე. თავზე სხვა აფსამენ. არა, პროსტა ძალიან გამოპრანჭული როა გამოდის და პომადა? ყველა გზა ტაძარ არა იმის რა უთხარ. თავზე აფსამენ. ტაძარში. დაწერეთ კომენტარებში რომ ფუფალას თავზე აფსამენ. არა აფსამენ ფუფალას თავზე. როგორ არ აფსამენ? მაგრამ არა, ბიჭო, რაღაცა იმას იცახი რა. აფსამენ ფუფალას თავზე ძმა, ხიდან აფსამენ თავზე სხვა ფუფალას. არაფერი არ გახსოვს სხვა თქვა. ეშლება ძმა. აქ ჩავსვამთ ფუფალას თავზე როგორ აფსამენ. მინიშნებას მithქო. მინიშნავს ვერ მოგცე მეც არ ვიცი. ერთი 100 გვითხარი. პირველი 100. მე რას მივიღებ სანაცვლოდ? შენ მიიღებ ჩვენ პატივისცემას და ძალიან კარგი პატივისცემა ბევრისთვის ფულზე მნიშვნელოვანია. მაგრამ არა ჩემთვის. ეგრევე და გაგეგზელები. ამიტომ პირველი 100 არის შიო. 100 გერა შიო თანხმოვანი. შარდი არ ჯდება. შარდით ები რა. აფსავენ ძმა. არ არის კავშირი, არ არის, არანაირი კავშირი არა აქვს. ჩემს კროსვორდთან შარდვას. შიოლა. გისმენთ. შიოლა. რას უსმენ ხა ეს ეთულება? მე რა ვიცი. შენ არ ატყვევინე 400-ასო? თქვენ შიოლა რა შიოლა. არ ვიცი, უბრალოდ ეგ ჯდებოდა თორე, აი საერთოდ არ მახსენდება. თუ არ ვწდები, რა თქმა უნდა, მე მგონი სატრფოა იმის ფუფალასი φιλმში ნატრის ხე. ეხლა უნდა ავირჩიოთ ციფრი, ხო? კი, შიოლა მართლაც სატრფო იყო იმის რა ქვია. დასერჩე. მე ვირჩევ. დასერჩე. ეხლა ხო რა თქმა უნდა დავსეჩავ არ გჯეროდებ ჩემ. მე ვირჩევ 4-ს. დავაჭდი საკუთარ ენაში. თუ რა რიცხვს ირჩევთ? არ ციფრს ირჩევთ როგორც მე. მე ვირჩევ ციფრს, დიახ, და არა რიცხვს. და მე ვირჩევ 4-ს. დაახლოებით 30-მდე რიცხვი გვაქვს ჩვენ ჩამოწერილი, თითოეულ ნუმერაციას გვერდზე უწერია სასმელის დასახელება, რომელიც უნდა დალიოს შემდეგ. და მე ვირჩევ 4-ს.
4 კი ბატონო. საინტერესოა ნამდვილად გილოცავ თორნიკე გადარჩი მოგიწევს დალიო ნეტარება. ნეტარება არის ყოველთვის ესეთი თუ შეიძლება ნეტარება სტუდიაში. ამაზი დავაჯახეთ ამაზი. ნეტარება ეს გახლავთ წვენი მეგობრებო. აქ ისეთი სასმელებია რომ წვენი ნამდვილად ნეტარებაა და ვილი წვენი. სულ რო მართლა წვენი მოვუტანე? აბა რა მომიტანა? ნეტარება მომივიდა, რა უნდა მოეტანა? მაიცა შეჩელა. ეგ დაკუჭე გადააგდო. მე უნდა მაგრები. ვიდი. მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. ნამდვილად. გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. მეორე კროსვორდზე გადავიდეთ, ბიჭებო. გამოატრიალო? ჯერ არა, მადროვეთ. აბა ბიჭებო. ხედავ ფიზიკა. შეგიძლიათ ამოატრიალოთ. თემა არის ფიზიკა, სიტყვა არის ენერგია. ატომი. ეს ბავშვია თუ კომპიუტერი მე არ ვიცი, ნამდვილად, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეს არის სწორი პასუხი, გილოცავ ბატონო. ყველაფერი წესების დაცვით მოხდა. ძალიან სწრაფად გასცა ამ შეკითხვას პასუხი არ მოველოდი. რატო არ მოველოდი? მარტივად რო გასცინდა. არა, გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ბიჭო, არა, გონებრივი რა თქმა უნდა. ჩვენ გენერალური დირექტორია. თოკრას მირჩევ რომელია მომჩე. მე გიჩევ რომ აირჩიოთ 11. და აღარ მაქვს წვენი, რომელიც არ გვასპონსორებს და მაგით სამწუხაროდ. მომედავისხა. ამ 11 აირჩია და აი ეს ამოჭერი ბიჭო. მიიც. დაუჯერებ თოკოს და 11-ს. 11 რა გთხოვ ის იყო. რიცხვით 11. დიარია თუ რა არის. აქ ისეთი რაღაცები წერია, რომ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მარტივად გამოзвერ, იმიტომ რომ არტის დალევა მოგიწევს. რამდენი ჭი? ჩვენო აღმოსრულებელ პროდიუსერო რამდენი ერთი ჭიქა? ჭიქის დალევა ერთი, მოგიწევს ერთი. ამჯერად. ჩვენს ირაკლი მამგუაშვილს. ძალიან დიდი ერთი მადლობა. ჭიქა ხო არაფერს მაქმნისია, მაგრამ ანგარიში რო შემახსენო ბატონო ცოტნე. ანგარიში გახლავთ ერთით ერთი. დალი ეს მაო, დალი. წავიდა, მაგრამ უნდა დავთხრა. ავაშ თქვა ჩააბატეთ რა. ძმარი, ექსუთა არაფერია. აქ ჭრას გააკეთებ ციკო ბატონი. მეგობრებო, ჩვენ გადაცემას ესწრება ერთი გენიალური ადამიანი, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი. გენიალური რეჟისორი. გენიალური დამდგმელი სცენარის ავტორი, რომელიც არის ჩვენ ძალიან ახლო მეგობარი. თქვენ თუ გამოიცნობთ ვინ არის ეს ადამიანი, რომელსაც ყავს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში 217,000 გამომწერი. ოღონდ ძალიან ამარტივებ. 12 წლამდე ბავშვების პასუხი არ ითვლება. რამდენი? 227 გამომწერი ყავს სოციალურ ქსელში. 217,000. 227,000 გამომწერი ყავს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში და თუ გამოიცნობთ ვინ არის ეს ადამიანი, თქვენ მოიგებთ ბილეთს, რომ შემდეგ ჩაწერას დაესწროთ. და მოგცემთ 100 ლარს. 100 ლარს მოგცემთ. პირველ ვინც დააკომენტარებს, უგუშას ჯიბიდან მოგცემთ. გადმოგერიცხავთ 100 ლარს და გულიკები არ ფეშვაში არა. მესამე კროსვორდი თქვენს წინაშე. გახსენით ბიჭო, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი, რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ ფიქრი, შეგიძლიათ. ვერტიკალურები. უცებ პასუხი. სიყვარული. პასუხი გვინდა უცებ. სიყვარული, ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. სიყვარულზეა საუბარი. ანუ სიყვარულია სიყვარული არის. თან ბრუნვადი. სწორი პასუხია ირაკლი ჩვენმა აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სწორად გამოიცნო. 5. მე ვირჩევ 5-ს, იმიტომ რომ ჩვენი პირველი კოქტეილის ჯერია მეგობრებო გადაცემაში ძალიან გხოთ გამოვთვალე. ძალიან გხოთ გადაცემაში შემოგვაწოდოთ თვითგვემა. ასეთი რა თვითგვემა. ასეთი კოქტეილი მოვამზადეთ. შემცველობა იცი? მოიტან. ამან ყველა თვითგვემა. მოიტან ისინი. რა თვითგვემა? აუ, აი ის აუ. მოურიე. აუ, რა კარგად გამოიყურება. ეს არის თვითგვემა. ცოტა ახლოდან რო ვანახოთ კამერას. რითია, კი არ მახსოვს. აუ, ჩემი. ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან სულად გამოიყურება. არა, რატო? შვენივრად გამოიყურება. კაპუჩინოსაც წააგავს რაღაცე. თუ დააკვირდები. ძალიან კარგად კი არა, ძალიან გემრიელად გამოიყურება. აქ არის მაიონეზი, როგორც ვიცი, ანუ ერთი მოყვდებით ბოლომდე დალი, ხო? ამას არ დავვლებ და სამშობლოდ არ ახსოვლებ. 5 დალი. 5 არ არის დავვლებ. აი, ვედი ვაში. ბიჭო, რა იგედიტები, სუნია, რა სუნე, ჭემა. კი, სამხდები ძალიან სუდისნიეკ. ეს არის ძალიან გემრიელია. ლიმნის წვენით და მე მგონი კიდე რა. შაურმა ჭიქაში რა. ძმარიც აქ გარეული ასეთი კოქტეილი მოგვიზადა ჩვენ ბარბარმა. ძმარინა ჩავასხი. რომელია ეგ ბარმენი? აბა მიირთვით? დაგელია 3 ჭიქაში ჩემო თან ახლა მოვიყავი. მიირთვით. აი ასე გემრიელად ვაგზელებთ. აი განწყობეთ. ასე თბილ ნოტაზე. ეს ჭიქა რომ მოაშოროთ სასწრაფო წესით აქედან ძალიან გთხოვთ. რო დავლუქოთ ეს ჭიქა. და 2 თერც ვიგებ, ხო?
რა თქმა უნდა, ანგარიში გახლავთ 2-1 თორნიკე. ო, ნუ აფორმე ფეხა კაცო. აგზელებ ეგეთი ცუდი ზვარიც არის. კეჩუპთან და მაიონეზთან ერთად. ეს იყო ჩვენი პირველი კოქტეილი, რომელიც გათამაშდა თვითგვემა. თუ გინდა ჩვენი კოქტეილების დაგემოვნება, უნდა გვეწვიოთ კოსტავას 77 ნომერში, მეგობრებო. სადეპატიში. და ვინც გაიმარჯვებს იმას რა, ბატონო კუკუშ? ვინც გაიმარჯვებს იმას ოვაციები. პირველ რიგში? არა, მარტო ხო შევთანხმდით რა უყავი ის ფული ბიჭო. რა რაზე პრიზი. აი ის ბოლ. უი! 500 ლარი უნდა დათრო გამარჯვებულისთვის გადაეცათ. და ვინაიდან არ მონაწილეო? რადგან მე არანაირი შანსი არ მაქვს ეს 500 ლარი მოვიგო, ამიტომ აღარ გათამაშდება ეს 500 ლარი. რა არ გათამაშდება? აი გათამაშდება 200 ლარი. გაი 500. მეოთხე კროსვორდის ჯერია ჩვენს გადაცემაში. ბიჭებო, შეგიძლიათ ამოატრიალოთ კროსვორდები. ამე ახსნა ჭირდება თუ ხვდებით ახლა თქვენ თვითონ. აქ ძალიან ცუდად წერი. ძალიან მაგრა წერია ძმაო, აქ წერია ცუდად, ვერ მივხვდით თორე. ჩემთანაც ზუსტად იგივე კალიგრაფიით წერია და მე დავაჭირე უკვე. რა საჭერ ძმა მთვარე? არა, აი ასნია მთვარე. მთვარე. რატომ მთვარე? მთვარე, აწმინდის მთვარე. პოეზია, galaktion, ჩვენ განათლებული ხალხი. და ეს რეალობაა, მეგობრებო, გილოცავ. ბატონო დირექტორო, მოყვე. 7 აი. მე ავირჩევ 10. 10. ლეომესი არ მევასება ძმა. მე მევასება ლეომესი 10. დაგთხოვა 10 არის. გარდაუვალი დიარია. თქვენ კოკაკოლა მიაყოლეთ არა ახს? დიახ. ეხლა შეგიძლიათ წენიც მიაყოლოთ, რადგან ნეტარება გახავთ. ძალიან დიდი მადლობა. რამდენი კოქტეილი დარჩა სულ? კოქტეილი სულ დაგვრჩა 4. არა, 5 კოქტეილი. თოკო მე ამაში ფულს ვიხდი. აუ რა ცუდია, აუ. რამდენი კროსვორდი დარჩა? 2-2. ო, ძალიან ეს ევრეა. არის ბოლო კროსვორდი. მეგობრებო, თამაშს ყურების დროს დააპაუზეთ ვიდეო, ჩაკეცეთ და დაწერეთ სიტყვა ჩვენზე ადრე. გამოიცანეთ სიტყვა რა და კიდე რა, როცა ამ გადაცემას უყურებთ ახლა. დააპაუზეთ, უცებ არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო. აი რა გახდა, ხო? რა, გეხვეწებით ამდენი საუკუნე. მაინც აქვს მუშიაკლობთ. შევერა ხარ. არა, დაალაიქეთ გამოიწერეთ, მართლა დასაზარებელი არაფერი არ არის მაგაში ნამდვილად. პირველი რაუნდის გამარჯვებული გამოვლინდება ამ ბოლო კროსვორდს, რადგან ანგარიში არის 2-2. ნეტა რა წელი. გამოტრიალეთ. ამოატრიალეთ, ბიჭებო, შეგიძლიათ დაიწყოთ. კაი, ეხლა კანონი. ომის კანონი. აშკარად ეს არის ტვინების შერკინება, მეგობრებო. და ამ ტვინების შერკინებაში გაიმარჯვა აღმასრულებელმა პროდიუსერმა ირაკლი მამგუაშვილმა. კრეატიულმა დირექტორმა. კანონი ეს არის სწორი პასუხი. 3-2 გახლავთ ანგარიში, პირველი რაუნდის გამარჯვებულის გახლავთ ირაკლი მამგუაშვილი და მე ვირჩევია. ბატონო თორნიკე. პირველი. ო, პირველი საინტერესოა. პირველ რაუნდში ვერ გამოვდექით რა. პირველ რაუნდში. პირველი ვარ. ბიჭებო, კიდევ ერთი კაი კოქტეილი. ჩვენი კოქტეილი გადამართება ეხა სპეციალურად თორნიკესთვის. რო ფანტაზიო ხარ, შეჩემა პირველი დაწერე კოქტეილი. ეს რეალობაა. რაღაც ჩვენი მოკაში შემდეგი ზღებოდა. კოქტეილი ძალიან გთხოვთ ჩვენს ბარმეს წეული. ასე ჩვენს შემდეგ აი, წეული ვიცი რაც არის და გამორიცხული არ დავლევ მაგას. შემომთავაზე ძმაო. შემომთავაზე. ეს რაღაც წეულს არ აგავს. რა არა გავს? შეიძლება არ გავს, მაგრამ გამოიყურება და სუნია. წეულს არ გავს. წეული სუნიაზდის. არა და რაღაცები ამოვიდა შიგნით გონი. ეგ არის წეულები. პატარ-პატარა წევლები. ვინი წევლები ყრია? ვილაცლიერი ხარ? ძლიერი ორგანიზმი. კურკები არ გადაგეყლაპოს, თორემ მუცელში გაიზრდება. აუ. მძიმე გადაყლაპო იყო. შეჭეო ჯერ კურკები დაგროვდა აქ. ისეთ სუნატო ქონდა რომ ცხვის წოლდა. ოი, არ მინდა არა, არ გვასპონსორებს ეგ. პირველი რაუნდის გამარჯვებულია ირაკლი მამგუაშვილი. გილოცავ ირაკლი ბატონო, მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეპაიქრებით, მაგრამ მეგობრები ხართ, არ დაგავიწყდეთ ხელი ჩამოართვით, მიულოცეთ ერთმანეთს წარმატება. ჩვენი სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც გვაძლევს აი ამ ყველაფრის გაკეთების საშუალებას. კი, ნამდვილად ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი, ლაიქ. გავაგზავნე. მეორე რაუნდის ტექსტი კარგად ვერ დავამუღამე, რა უნდა ვთქვა შეჩემა 30 წამში. მე ვიტყვი თემას, ამ თემის ირგვლივ. გეძლო. ვინც უფრო მეტ რა. მეორე რაუნდი როგორ უნდა აგვეხსნა? სამაკაცმა ნამდვილად ვერ მოვიფიქრეთ. არც კამერის უკან ზიან მაინც და მაინც ისეთი კინები ხარ რომ დაგხმარებოდნენ და რაღაცა გადასულიყვნენ პირაზე, მაგრამ მოკლედ დავიწყეთ და ძალიან მარტივად მივხვდებით, არაფერი სირთულე ამაში არ არის. დავიწყოთ მეორე რაუნდი. პირველი თემა.
30 წამში რამდენი ქვეყნის დასახელებას შეძლებ, რომელიც მდებარეობს აფრიკის ტერიტორიაზე? ჩემი. მიდი. გეტყვით რომ უამრავი ქვეყანა მდებარეობს აფრიკის ტერიტორიაზე. 0 არა 3 მიდი რა მიდი 1-7 შემეძლო ზღვა მიდი 3 და 3 ხო წავიდა კენია ზიმბაბვე მადაგასკარი გავგრძელო კი კონგო უამრავი აფრიკული ქვეყნის დასახელება მოისმინეთ თქვენ ჩემო შეიძლება გავგრძელო რატომ მიყურებთ ბიჭებო ირაკლი მანგოაშვილი გამარჯვებულია გილოცავ აღმასრულებელი პროდიუსერი მესმის და ბატონო დირექტორო სხვა გზა არა გვაქვს მე ვირჩევ 2-ს და ეს თუ კოქტეილი აი ამას შეგასხავს ციფრი 2 ძალიან ძიმე კოქტეილის შემდეგ შეგიძლიათ ნეტარებით ისარგებლოთ და უკვე მეორე ნეტარებას კბილი წვენი დააყოლოთ შემდეგი დავალება მეგობრებო 30 წამში რამდენ ქართულ YouTube არხს დაასახელებ დაიწყე 5 7 8 10 არ დაგავიწყოთ რო არის 30 წამი ხო დრო უნდა დაგვინიშნოს რა თქმა უნდა დაგინიშნოთ თელსაც შეთანხმდებით 11 12 ეხლა 13 ვიტყვი და მიდიო მეტყვის მაგრამ თან ქართული უნდა მე იყოს 16-მდე შემიძლია მეგობრებო 17-მდე პირდაპირ 16 თქვი 13 მიდი ქართული YouTube არხი არ უნდა მომზადება დრო დაინიშნო მხოლოდ ქართული რა თქმა უნდა თქმა ქართული უნდა. YouTube არხი ერთ წამით ბოლო ჰამაკი ბასტო ფანტასტო G2G გიორგი ვარდოსანიძე ოქტოპუსი საეჭვო კაცი ისა რა ქვია ვაიმე იმერული ვაიბები შეგიძლიათ გადაამოსმოთ არის ეგეთი YouTube არხი ვაჰ რამდენი წამი დამჭა ძალიან ბევრი გამოგრჩა ძალიან ბევრი გამომჩა ვიცი ეხა ძალიან ვაიმე არ დახმარებას ვერ მიიღებ ვერანაირ ჩემგან ბიჭო არასო გავიჭედე ამოიწურა იარაღის თქვენი გახილვა კუთვნილი მაგეხმარები თქვენი კუთვნილი 30 წამი ამოიწურა ბატონო დირექტორო ანგარიში ხდება 2-0 ირაკლი მამბუაშვილის სასარგებლოდ თქვენ კიდევ მოგიწევთ კიდევ ერთი რიცხვი დაასახელოთ ამ რაუნდმა გვასწავლო ტრაკი არ უნდა თამაშო და თქვა 7 სადამეს არ შეგიძლია იქამდე ამ 3 ბიჭო შემიძლია ძმაო 3 თქვენ ციფრების ნო არა შეგიძლია მე ხო არ გავანაწყე მე ხო არ გამომჩა ისე ძალიან ბევრი გამოგრჩა 3 ციფრი მე მგონი ვიცი რა არა 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 არაფერი საშიში აქ არ არის არყის და იმ საზაგლობების შემდეგ შეგიძლიათ კონიაკით ჩაითვალოთ კერი თოკოსთვის ეგ იმ წვენზე უფრო ეს გემრიელი არის ჩემთვის მიღწევა ჩვენს გავუმარჯვეთ ჩვენს არხს შეგახსენებთ რომ ანგარიში 2-0-ია ირაკლი მამბუაშვილის სასარგებლოდ თორნიკე წულუკიძე მარცხდება მეორე რაუნდშიც ჯერჯერობით 30 წამში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენ შტატს დაასახელებ მიდი 5 6 7 მიდი საინტერესოა ნამდვილად საინტერესოა ირაკლი მამბუაშვილს მოუწევს დაასახელოს ამერიკის 7 შტატი მინიმუმ 30 წამში კალიფორნია, პენსილვანია, ნევადა, კანზასი, ნიუ-იორკი, ქალაქისა და შტატიც გავიგეთ და ერთი დამრჩა? არა 2 და 2? აჰა. პენსილვანია ვთქვი. პენსილვანია. ეს 2-ია პენსილვანია. პენსილვანია 2, ნიუ-იორკი. ალასკა. და ერთი და აი მე რასულელი. რამდენია დრო? საცხოვრობ. მე კლასში. არ გავიდა? თითქმის დეტროიტში. გავიდა ხო? გავიდა. ჯორჯიაში არ ცხოვრობ ბიჭო? მე შტატს დავი დეტროიტი. ძალიან რთული, აი ჩამოთვალოს რო იწყებ, ძალიან. ბიჭო, მაგას ვამბობ, ჩამოთვალოს. ეხლა რო მიუყვე შეიძლება ჩამოთვალო 20, მაგრამ რო იცი რომ დრო გაგდის, იმაზე ფიქრობ, მე რესასმელი რა იქნება, 1000 რაღაცა და და მარტივად გადალახავთ ამ დაპრიკოლებას. ვაი. 2-1 თორნიკესაც ჩაეწერა მეორე რაუნდში ქულა. სირცხვილ და თავის მოჭრა. გდანილმა კაცმა ამერიკის შტატებში დანილმა ჩამოთვალა. არ ხსენია. ამერიკა დღემდე გლანის ხარჯზე. საზრდოობს კარგად ვიცი. 30 მაშინ ამ შემთხვევაში მეტოქესთან, მაგრამ ისე ყველამ ვიცით რომ მეგობართან ერთად შეგიძლიათ კონიაკი მიირთვათ. ბარმენს ვთხოვ რომ შემოიდანოს ძალიან კარგია. ჯერ სხვა მეგობართან არაფერი. აუ წეგან ხო თქვენ მიირთვათ. თქვენ მივირთვით ხა უკვე მე მე ვირთვა და დავლიო. მადლობა. ირაკლი ბატონო. ჩემო ბატონო. კარგია ხო? წეგან რომ საუბრობთ, ხომ გახსოვთ?
ძალიან ბევრ რამეზე საუბრობდა. არა, ადამიანზე რომელიც კადრს უკან ზის და რამდენი გამომწერი ყავს. ხო, რომელი ინფლუენსერები უნდა ჩამოყალიბოთ. მისი შეკითხვა. აჰა. შეკითხვა რა, დავალება. ვაიმე. არა, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ რთულია, რომელიც მომეწონა და ამიტომ ვკითხულობ. გისმენთ. 30 წამში ჩამოთვალე ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს ლურჯი. კაი, 3. 3? ო. 5. 6. ვახ. ბუნებრივ სილურჯეზე აქ საუბარი. ბუნებრივ სილურჯეზე. დაიწყე. რა თქმა უნდა. მე? ხო. რამდენი თქვით უკაცრავად? 6. თქვენ დაასახელოთ 6 რამ, რაც არის ბუნებრივად ლურჯი. ერთსა ხო, კაი. რა თქმა უნდა. შევ დალტონიკი ხარ. ხო, ვიცი და ეხლა რაღაცებს ვიცი. შეიძლება ოშოს ვარავებია ლურჯი. წანი რაღაცები არა, ჩამოთვალე. ეხლა დალტონიკი არ ვარ მეგობრებო, მე მჭირს ფერების, გარდამავალი ფერების აღქმის დეზორიენტი. ეს როგორ უნარის არ ქონა? ვკითხულობდით გარდამავალი ფერების ვის ჭირსო? აი ეს ჭირს. ანუ გარდამავალ ფერებს ვერ აღვიქვამ და ლურჯი, მწვანე, წითელი და ეგეთ რაღაცებს აღვიქვამ, მაგრამ ეხლა ვაპირებდი თაღლითობას და სანამ არ მოვჩები ამ თაღლითობას არ ხმა არა მოიწევს. თაღლითობაში და იმაში. გავა პროტესტებთ ეგრევე. ერთ წამით? თაღლითობაში გარკვევის და იმის ამდენი ხან იფიქრა ძმა და ჩამოთვალა ყველაფერი. ამიტომ მე თუ გეტყვით რომ ეგ არ არის ბუნებრივად ლურჯი, სულ რომ მეცნიერულ დასკვნა მომდევნოთ რომ ბუნებრივად ლურჯია, ის მაინც არ იქნება და მე ბუნებრივად. ამ თამაში. კაი, სულ უნდა დავიწყოთ თორე უკვე 12 მოვიფიქრე. მოემზადეთ? სხვა, ოკეანე, ყურე, მოცვი, ქლიავი და ლურჯი ბიჭო. რა სხვა ოკეანე ყურე. რა არ არის ბუნებრივად ლურჯი, სხვა და ოკეანე. არის ხა. წყალია და ერთი ყურე და წამი, ოკეანე. რამდენი წამი დამჭა? მითხარიც რა. ვაიმე. ეს იმიტომ გითხარით რომ ლურჯი, ჩაი. ბუნებრივად ლურჯი რა არის ბიჭო. აი მე გოიმი ხარ. აი მე რა ცუდი ხარ. დრო გავიდა? გავიდა. ცა. ცა იმე ლურჯია. აბა რა არის რა ცა რა ნაირად ფერია? არის? რა ფერია ცა? ცა არ არის ლურჯი, ცა რა არის ფერია? ცისფერი. ხო, კაი. კარგი, მაგაზე ცისფერი, მოვიწყოთ, მაგრამ ცა აი ცისფერია ჩი თუ ლურჯია, მაგრამ ციფრი. ფაქტი უცვლელია. 3-1 ირაკლი მამგუაშვილის სასარგებლოდ გილოცავთ. და ეხა შანსი არ აქვს, მაგ აღარ თქვენს გილოცავთ? მაგ ძალიან ბევრი შანსი კიდე რომ შანსი რაუნდი გვაქვს, წამოვიღო. ეს 5 რაუნდამდე, 5 ქულამდე იქნება მეორე რაუნდი. 5 ქულამდე? თქვენ 3-1 ძალიან ბევრი გამოდის. 3-1 ხომ იგეთ? გეჩქარებათ სადმე? არა, მაგრამ ძალიან ბევრი არ გამოდის. გამოდის ბევრი კაცო. ეხლა შეგაწყობს და ვაგიტო იძახ. მე ვირჩევ რას ირჩევთ თქვენ, რა? 14-ს და მითხარი რამდენი უნდა დავლიო. კონიაკის მერე არაყი არ ვიცი როგორ მიდის მე არასდროს არ ძალიან კარგად მიდის კაცო კოპტეილთან შედარებით. მაგრამ თქვენ გიწევთ? თქვენ გიწევთ 2 ჩიქა არყის დალევა ძალიან კაი. ერთიანად. ნუ ერთიანად. ესე. ორივე ერთად დალევა. გილოცავთ ამ თქვენ თუ წესრიგს. კიდევ ვერ გამოიცანით ვინ არის ის 217.000-იანი გამომწერი. 237.000-იანი კიდევ შეგიძლიათ რომ ჩაკეცოთ ვიდეო და და დაფიქრეთ. დაწეროთ. ასლარს ეგრევე ირიცხება. აი პირველი კომენტარს ვინც დაწერს სწორ პასუხს, ეგრევე. ქართული ფილმებისადმი. აზრის ხართ. ჭეშმარიტ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მაშინ მითხარით, ან უთხარით ერთმანეთს 30 წამში რამდენი ქართული ფილმის ჩამოთვლას შეძლებთ? 5, 8, 9, 10, 11, 12. 13. აი მიდი შანს გა ვის რა ჩამოთვლო, მაგრამ აი მინდა რომ დამეწიო და მუღამი ქონდეს რა. აუ და 4 ახაც სპეციალურად არ ჩამოვთვლი 4-1 გახდეს და მე 4-1-დან დავკაჩო რა. ეგეც მაწყობს. 12 ხო? 13. 13. დიპლომოსასიძო, მე ბებია ილიკო და ილარიონი, ის არა, ღვინის ქურდები, თეთრი ბაირაღები, ქერჩი, მანდარინები 1, მანდარინები 2, კუჩის დღეები, კუჩის დღეები 2. არის, არ არის? კაი. კუჩის დღეები 2. არ არის კუჩის დღეები 2. არც ეგ არ არის? არა. 2 რომელია ქართული? ისა რა ქვია? ცვალებადი ნიშნები, ძმაო, სერიალებში. რას თქვი? 6 სერიალი იყო მან დედა. რომელი იყო სერიალი? ქერჩი, ტიფლისი, ქერჩი, თეთრი ბაირაღები 6 სერიაა. ანგარიში გახლავთ 4-1 მეგობრებო, ირაკლი მამგუაშვილის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიჭრა წინ ბატონი ირაკლი, თორნიკე მე ჩემ 500 ლარს გადავცემ აბოჭერს. მე 500 ლარს დავხარჯავ ჩემს მე თუ შეიძლება. აი თრო ჩაგუსო რა დავხარჯო. კარგი, ანგარიში გახლავთ ისევ 4-1 ისევ რა 23. 23. დავადების ის რიცხვი რომელიც არის
ამდენ დღეში? რა რიცხვია დღეს? მეგონი 10 დღეში. 12-ია? მამბუს დაბადების დღემ და მამბუს დაბადებამ შენ მოგიტანა. მიგარწყავ. არა, შენ მოგიტანა არყის დალევა, ძმო. რამდენჯი? მე რა ვქნა? 23 დაასახე. 23 ერთი ჭიქა არყი შემოიფარგლება თო. გაგენასვალე. მეგობრებო, ანგარიში გახლავთ 4-1, ირაკლი მანგუაშვილის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი უპირატესობით სარგებლობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი და თორნიკე შეეცდება რომ აღმოფხვრას ეს უპირატესობა. სპორტიდან არ არის ამაში სპორტი მოიტანე რა. აი სწორად ჩავდა თორნიკე წულუკიძემ, ამიტომ მას 2 ქულა უკვე დაემატა. ეს ხუმრობით. გილოცავ თქო. ნამდვილად სპორტიდან გვექნება შემდეგი კითხვა, უბრალოდ არ შეიძლებოდა სპორტის გარეშე რომ ჩაევლო ამ თემატიკას, ამიტომ ძალიან ცუდი. ირაკლი მანგუაშვილი ცოტა გაუსჭირდება, მაინც ახლა სპორტული ადამიანი არ არის. რატო ნახოთ. მიხედავთ ამისა? გავიხადო. რა თქმა უნდა გაიხადო. გავიხდი. 30 წამში რამდენ ქართველ ფეხბურთელს ჩამოთვლი, რომელიც ტოპ 5 ლიგაში თამაშობს? 3. 4. ეშენი მაქსიმუმი იყო. აი თვითონ უნდა ვაწამო. აი ესე გადავუგდო. ნუ ფიქრობ. არ ვფიქრობ, კაცო. 5. მიდი. ბაზარი არა. ახლა საინტერესოა. გამორიცხული, აი გამორიცხული. კვარაცხელია მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი. ჩაკვეტაძე არ თამაშობს. ნამდვილად. ეს ვის ბიჭო? ერთი წამ კვარაცხელია მიქაუტაძე, მამარდა. კაიზმა კაცივით მამარდა. ლოლ ჩემი კაი ხო? ის ბიჭო. ვინ? ლორია. არა, ლორია არა. ჩივაძე? რა ქვია? ამოგეწურა დრო ახლა იფიქრე. რომელი? ზივზივაძე? მაგრამ დროს რთულია მაგ დროს ესე ჩამოთქვა რა 4-2. 4-2 თორნიკემ 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა. ეს საკმარისი არ არის. სპორტი მომწონს. საკმარისი. 22. და 3 ჭიქა. ხო, 3 ჭიქა. 22 არის ძალიან საინტერესო მეგობრებო. ჩვენ შემდეგი კოქტეილი სახელწოდებით კოშმარი მეგობრებო. ოი. ეს ბარმეს ვთხოვთ რომ კოშმარი. ეგ არ არის კოშმარი, ძმა. ეგ არის, ზუსტადაც ეგ არის კოშმარი. ფუ ამის დედალა. ამას რო დავლევ არ მოვკვდები. არა, კოშმარები და მე დავლია წეულა და ეს ემონი და არ მოვკვდი შეჭი. კოშმარული სუნია. ფუ ამის დედაში. აქაც ძმარია მთავარი ინგრედიენტი, მაგრამ სხვა კიდევ უამრავი დანამატი აქვს. აი ხა იგზნობ რა არის კატასტროფა. ვაიმე. ძალიან ცუდად ხდება აქ ყველაფერი. კარგი ბიჭო, კარგი. ანგარიში გახლავთ 4-2. 30 წამში რამდენი ჩვილი ბავშვისთვის საჭირო ნივთის დასახელება შეგიძლიათ? ჩვილი ბავშვები მოგეხსენებათ ხო ალბათ? არახი გაყოლებათ ჩვილი ბავშვები. 5. მიდიო მითხარი რა. 7. ვა. 9. 10. მიდი. 10 ნივთი უნდა ჩამოთვალო. 10 ნივთი უნდა ჩამოთვალო. აუ 11-საც ვიტყოდი არა და წკაპ. რომელიც საჭირო. თაღლითობას არ ვართ ეხლა. ბოდე კალიასკა პატარა ჭოჭინა ესე რომ დადიან ხოლმე იმაში პუდრა პამპერსი ისა რა ქვია ჰიპი პატარების შამპუნი პატარების საპონი კიდე ისა რა ქვია სოსკა და ხერხი მაინც ორს ამოგიღებ არაფერს ვერაფერს ამოგიღებ და ისა რა ქვია ფეხების ის როა დამჭერია ესეთი ეს ჩამოსაკიდი კენგურუ. ანგარიში ხდება 4-3 თორნიკე წულუკიძემ 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა ირაკლი მანგუაშვილთან. არა და კიდე რაღაცები ჭოჭინა რა თუნდა პატარა ბავშვს. ჩვილი ბავშვს რა თუნდა ჭოჭინაში არ მიგო. ხო, ბიჭო, ჩვილი ბავშვი ახლა შენ ჭოჭინაში სწავენ 1 წლის მერე უკვე სიარულზად ხელს წელსაც ჩვილია ჩემთვის. არ არის, ნუ 1 წლის ჩვილი არის 3-4 თვის ბავშვი. რა გინდა? 29. და რამდენი ჭიქის დალევა უწევს? გთხოვარ. 2 ჭიქის დალევა უწევს და ეს ორივე ჭიქა გახლავთ ნეტარება. შეგიძლიათ ჩაიწყოთ. 2 ჭიქა ნეტარება თუ შეიძლება. შეგიძლიათ თქმილი წვენი ჩაიწყოთ პირი. რაღა ნეტარებაზე თქვა ეს 2 ჭიქა ჩემი. აჰა, ძალიან ნეტარება ჩემში. აი ეს არის მეგობრობა. ამის ფასი არაფერი არ არის მეგობრებო. კარგია. ცოტა ხაი რო გავთიშოთ კაბელები ძალიან. ზოგადად 30 წამში რამდენ სპორტის სახეობას ჩამოთვლით? სპორტის სახეობები მრავლად გვაქვს ჩვენ ხაროში. 900 10 11 12 14 მიდი 14 სპორტის სახეობა. კაი გაათანაბრა, აგე მიდი.
რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ისა რა ქვია, კერლინგი, მაგიდის ტენისი, უბრალოდ ტენისი, ჩოგბურთი, ანუ ისა რა ქვია. ვაიმე, ამერიკული ფეხბურთი, დამერხა. ოკეი, ჰოკეი. ჰოკეი, ისა რა ქვია, ციგრული სრიალი, ბადმინტონი აწყობაზე. ბადმინტონი არის სპორტი ძმაო. არა, ვიცი. ერთ წამით. რა ხდება? წავალ. ძალიან კარგი მეტი დავდი ვარ თქო და მოფიქრებთ რომ გითხრათ. თქვენ მანამდე შეგიძლიათ დაასახელოთ ციფრი ან რიცხვი? 8. 8 არისო? არა, 8 არ გახლდათ. ძალიან კაი. თაზა. ძალიან გთხოვთ ორი ჭიკა კონიაკი მივართვათ რა, თორნიკეს ბატონო ბარმენო. აჰა, მაშინ ვერ დამალებინა მე ეს დაგალებინა. აბა გავიმარჯვე. დიდებული ხალხი ხარ ბიჭო, მე ვალაყო თქვენით. მიერთით. მაშასე მეგობრებო, მეორე რაუნდის გამარჯვებული ირაკლი მამგუაშვილი. 2-0 ანგარიში ირაკლი მამგუაშვილმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში თორნიკე წულუკიძის დამარცხება მოახერხა. ანუ ამით ის იცხო გამოდის, რომ მოვიგე თამაში. მესამე რაუნდს აზრი აღარ აქვს მაგას ამბობ. მაგრამ ვითამაშოთ. მე ესეთ რამეს გეუბნები. ამა ჩელენჯები კიდე. ჩელენჯი ფაქტია. აუ, ეკი არა, მეგობრებო. ჩაკეცეთ ისე ვიდეო და თქვით, ვინ მოვიწვიოთ შემდეგ ამ თამაში, ოღონდ უკვე დაუპირისპირდებით მე და თოკო გუნდურად. ხო, 2-2-ზე წარიმართა. კი ბატონო, 2-2-ზე იქნება და დაწერეთ 2 იუთუბერი, ვინც გინდათ რომ იხილოთ ამ გადაცემაში. მოკლედ, მე მაქვს ესეთი შემოთავაზება შენთან. ვინაიდან მესამე რაუნდს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 2-0-ს ვაგებ უკვე. და გამარჯვებული ვარ მე? მაგას არ თმობ. ეს არ თმობ. კაი. მოკლედ, იმ შემთხვევაში თუ შენ მომიგებ ამ რაუნდს, 500 ლარს გიმატებ. შენ ჯიბიდან. ჩემი ჯიბიდან. ძალიან კაი. ჯიბიდან მოვიდა გიმატებ. და 1000 ლარი გიხდება რა. ძალიან კაი. იმ შემთხვევაში თუ მე მომიგებ, მაწყობს. მე მოვიგებ. რა მაგ შემთხვევაში რა ხდება? ხო გაწყობს. მაგ შემთხვევაში რა ხდება? რა ხდება? დავიწყოთ მესამე რაუნდს. ჩემ 500 ლარს გადალო შენ? არა, გაწყობს. რა ხდება მითხარ? არა, გაწყობს. კაი, მაწყობს რა ხდება? შენ 500 ლარს მოძლევ მე. 250 ჩემი ჯიბიდან გიმატებ. თუ მე მოვიგე 250 ჩემი ჯიბიდან მიმატებ? აი ძმაო. მესამე რაუნდში ბიჭები პირდაპირ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, აქ მე ცოტა უკან ჩავიწევ და ბიჭებს მიეცემათ საშუალება რომ ერთმანეთს პირნათლად შეებრძოლონ. ბიჭებო, წესებით შეგიძლიათ თავად ახსნათ რახან თქვენ ხართ თავარი მესამე რაუნდში. ჩვენ მოვიტანეთ წინასწარ მომზადებული ფაქტები, 3 ფაქტი და მოწინააღმდეგემ უნდა გამოიცნოს ეს ფაქტი მითია თუ რეალობა. ხო, მარტივია წესები. ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ხო, გაქვთ მომზადებული რაც თავარი. რა თქმა უნდა. და შევახსენოთ ხალხს, რომ ამ რაუნდის მოგების შემთხვევაში მე ვიგებ 1000 ლარს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და ასე შემდეგ. მე დავიწყო? ორი გავამრავლოთ 2-ზე. შესაძლოა იყოს 5. მათემატიკური ამოხსნის საშუალებით შესაძლოა იყოს 5. გამიგია ეგ რა ბავშვობაში რომ ძალიან შეიძლება და ისმინდა. არა ბიჭო, მაგათ გარეკილებთ უეჭველი რაღაცა სიმართლე. შენ ეხა მე მაგათ მათემატიკოსებს? არ მეგობრები რომ სიმართლე მგონია უბრალოდ. ორი გამრავლებული 2-ზე შეიძლება იყოს, არ მითია. არა, მათემატიკოსი არა, ნამეტანი მათემატიკოსი. მითია. აფიქსირებთ. საბოლოო პასუხია მითია. და 1-დან 30-მდე რამდენია გამოყენებული უკვე? ერთ ეხა ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რიცხვები წაშლილი მაქვს, აქ შეიძლება დაასახელოთ. კი ბატონო. ორი გავამრავლოთ 2-ზე, ზოგადად მათემატიკა არის ყველაზე ზუსტი მეცნიერება, ამიტომ ორი გავამრავლოთ 2-ზე, ნებისმიერ შემთხვევაში 4-ია. და ეს მითია. ანუ გავიმარჯვე, ხო? კი ბატონო. მითია. მიირთვას რა ბატონო დირექტორი. 7. იღბლიანი უნდა იყოს. კრისტიანო რონალდოს მანჩი? იღბლიანი არ არის, მაგრამ არც მაინც დამაქცეველი და რამდენი ჭიქაა ეხა? მე ორი ჭიქა არაყია, კაცო, რატომ მეჩხუბები რა? გინო ორი ჭიქა არაყი, ძალიან კარგი. ჯერ დალიო შეიძლება ვიღაც გააგრძელოს. ხო, ახლა თუ ვიფრაზო, თქვი პატარა და მოკლეს დავაჯახე. აი მე ვარ. მაგას წინ დააჯახე. სამაგირო ძალიან მაგარი გადაცემა გამოვა. ეხლა აკროსო ადამიანი ვინის მხოლოდ 10% იღენებს. მითია. აფიქრებ? ერთ წამი შეიძლება 10% იყენებ ტვინის. 0.3. 1% ნახევარს. არა 100, მაგრამ აიწაზრე. რამდენს იყენებ? დღეს? დღეს რა ვიცი 3-4%. მითია. დარწმუნებული ვარ თანამაში. ეს არ ვიცი ბიჭებო ეს იმიტომ რომ ეს მითია რა თქმა უნდა ვერ გამოსუცურაკე. ამიტომ მე ვირჩევ 9-ს. 9 როგორ მიყვარს ეს რიცხვი? გიხვეწები ნეტარები. ფერისტების გარემოცვაში. ნეტარი. როგორ მიხარია ძალიან კარგი. ფეთქებადი? არა. ნეტარებად ხო რა. ციფრი 9-ის გასწრება.
წერია შემდეგი სიტყვა. ცოდვა. ცოდვა ნიშნავს ცოდვა გამხელილი ჯობსო და რა ასხია მაგჭიქაში. ცოდვა არის მეგობრებო, ჩვენი კიდევ ერთი კოქტეილი, რომელიც მომზადა ჩვენმა ბარმენმა. ძალიან გთხოვთ მიირთვათ ცოდვა. აი ამ გადაცემის გამარჯვებული თუ მე არა ვარ. მეგობრებო, ვისაც გინდათ რომ რა გაისუნი აქ ჩემი? რანაირად აქვს, ბიჭო, კაი სუნი. მართლა გაისუნი აქ ძალიან თან. ბიჭო, რა კაი სუნი. ამას არ აქვს ეს შემოადგენლობა. მაგრამ გემოზე არ უნდა იყოს მაინც ამას გან. ამას რა ტოტალებს ჭიქაში? რა სტოვებში ჩემ არ გადმოვა ეს და რა გავაკეთე? როგორ არ გადმოვა? ეხლა იცი რა გათხრა? გავამეორე. დავწყო? მზად ხართ? მზად ხართ? ვან გოგმა ხო იცით ვან გოგი? როგორ არის ხატი? ვან გოგმა სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა. სასწაული არ გინდა. ეს რეალობა. სამწუხარო რეალობა. სამწუხარო. არ ფიქრობთ და პირდაპირ იძახით რომ ვიცი ეს ფაქტი და ეს რეალობა. ეს მართლაც რომ რეალობაა? სამწუხაროდ. ეს რეალობაა და სამწუხაროდ ვან გოგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მხატვარი შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი. და ვან გოგთან ერთად მე დიდი სიამოვნებით დავაყენებდი ქართულ გენიას, ვის ფიროს. იმიტომ რომ ფიროს მაინც რომელმაც სახლი გაყიდა და მილიონი ვარდი აჩუქა თავის საყვარელ ადამიანს. აი 15. ციფრით 15. ზედიზედ მეორედ უკვე კოქტეილი? ჩვენი კოქტეილი ძალიან ხო კოქტეილი სახელწოდებით ფეთქებადი დიარეა. ზრავით ხარ წეღარ? რა? ფეთქება დიარეას. ფეთქება 15 ხო დაასახელე, ფეთქება დიარე იყო მე 17. რატი ვერ ვხედავ? რატო გავაკეთე მე? მე არ გამიკეთებია, შეჩემო. ხო, შემოვიდა. ფეთქებადი დიარე. ეგ არ არის, ეგ არ არის. ფეთქებადი დიარეა. ეს არის. ფეთქებადი დიარე. როგორ დაულიო ჭემი? ეს არა. თუ გინდა ეს პირს ჩაიდი და მოუჭი. რეებს აგდო. ეს არ გიდარდალე. გაიდო. ეს როგორ დაულიო? რავი ეს უნდა გამოყვა ეს. დალევა ერთია, მაგრამ ეს უნდა შეიგრძნო. მაშასე ირაკლი მამგუაშვილი და ფეთქებადი დიარეა. ძალიან აუ, ამის სუნი ნახეთ. ჩემი აი ეს ვერტამელია. აიმე. კაი მე თავაზობ. მართლა ძალიან. მე თავაზობ. არაფერს არ თავაზობ, კაცო, რას მაგრამ თავაზობ? მაინტერესებს ეცა, ფეთქებადი რას დიარეა. წეღა როგორ იყო 5 შოთი შემოთავაზა ხო? 5 ვერ ხო, დავლა. 5 შემოთავაზა. ყველა შემოთავაზა ვერ დავლა. 6 შოთი კონიაკი. 6? 4 შოთი გონიაკი და 4 შოთი კონიაკი. და დაუკელე ცოტა. მეც აღარ არა, ფეთქებადი დიარეა, ყველა სევასება. ფუ ჩემი. ვაი მე არ წევს. აი ეს ძალიან ცუდია ფეთქებადი დიარეა. ბიჭო. დალევის მომენტი იყო ძალიან ცუდი, ხა? მაგრამ მე ასწორებს, ბოლოში კაი გემოსტოვებს, ხო? მაგრამ ბოლოს ჩაიზგებოდა თო. ვაიმე. კაი იყო ფეთქებადი დიარეა? ოხ, კაი, ჩემჯერი. ბიჭო, რა ანგარიშია? აქ ორი ვერ თერთს ხარ მიგებ. ძმარი ძალიან ზედმეტი იყო. ჩინეთში ერთ მთაზე დღეში ორჯერ თიბავენ ბალახს. არის ადგილი. და მთელ მსოფლიოს ბალახთან ამარაგები. სადაც ბალახი ისეს არის. მე რა ხდება ეგ არ ვიცით ეხლა რომ მოჯერება. ანუ შესამჩნევად იზრდება, ხო. რომ დილით ნაპარს ბალახს, საღამოს ხელახლა გაპარსვა ჭირდება. ეს არის მითი თუ აი ხა, აი პასუხი რო გავს, მინდა უმტკიცე ამას მე. გაგწყარო რომელიც მაგას ადასტურებს? კი. მაშინ ეგ მითია ჩემთვის. ეს დავაფიქსირო ეს პასუხი უკვე. დააფიქსირო. ეს იყო რეალობა. ანუ კიდევ ხო არ ტყუები? მეცნიერები ამ ფენომენს ბიოლოგიურ ამოფრქვევას უწოდებენ, რადგან ამ საზოვრებზე ბალახის ზრდა საათში რამოდენიმე მილიმეტრს აღწევს. თითქოს მიწას უნთქავს და თითო ამოსულთქოზე ახალი ფენა ჩნდება. 12. ვაიმე. ვაიზოისი ვერს დავა. 12 არ იცლება, 12 არ იცლება. რა ვიცი, რო შეხედოთ, რო არ გეგონოთ რამეს ვიტყვები, 12 ხო დაასახელა. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი და სხვათა შორის ბოლო კოქტეილია. დღევანდელ გადაცემაში ბოლო კოქტეილი, სახელად საყვედური, ასე ქვია კოქტეილს. მოიტანეთ საყვედური ბარმენს მიართვას. მიირთვი, ბატონო. ბიჩოკი რატო აგდიაში? არა მარტო ბიჩოკი. იმიტომ თქვენ საყვედური გამოთქვათ ამ ბიჩოკზე, რომელიც შიგნით არა მარტო ბიჩოკი. ბიჩოკი ნამდვილად არ აგდია. მართლა ძალიან ეგრე. მით ბოლომდე. რატო ტოვებ ირაკლი? მე რო ყველაფერი ბოლომდე. არა, ძალიან საყვედური მართლაც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი. ბიჭო, ძალიან ზედმეტად ბევრი ძმარი ხო არ დავუდგა. უთხარი რა ერთი. ეს გადაცემა საბედის წერო აღმოჩნდა და აი მილიონობიდან ხარ ქონა სამუდამოს იმის გამო რომ ამის ვერ მოუკვდით. სად გვაქვს ჩვენ მაგის ბედი? მზად ხარ?
მზად ხარ? ლეონარდო და ვინჩიმ მონალიზა ერთ კვირაში დახატა. ჩხალაობა რა არის, იცი? მე რო ვეძებდი მითია და რეალობას. ეგ შემხვდა. უბრალოდ აღარ მახსოვს მე მითია თუ რეალობა და ეს ყოველები არის მითი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ კვირაში არ დაუხატავს ლეონარდო და ვინჩის მონალიზა. განა იმიტომ რომ მე ეს ნახე, იმიტომ რომ ეს ვიცი 100% დარწმუნებული ვარ რომ არ დაუხატავს ერთ კვირაში. ლეონარდო და ვინჩი მონალიზა 3 დღეში დახატა. დააფიქსირეთ პასუხი. მითია, მაგრამ მითია. 19 იყოს? იყოს ხო? 19 ორი ჭიქა არაყი შემოგტანეთ ჩვენ მეგობარს. ბიჭო ეს 2 და 3 სად გიწერია მაგრამ. უწერია რა, მე რო სვავდი, მიწერია. მე რო სვავდი სამსავი. ბიჭო რამდენი 2 და 3 დავლიე უკვე ეს მაგ. მოკლედ, გამარჯვებული არის ირაკლი მამგვაშვილი, ფულადი პრიზის ხო ხანუ შეეცი ფულს. რა შეეცი ფული არ ფული ვარ იყრე ბატო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დატოვეთ კომენტარი, დალაიქეთ, აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ზარის ღილაკიც გააქტიურეთ, ამას იძახიან ხოლმე იუთუბერები ბიჭო. ზარის ღილაკიც გააქტიურეთ და ფოტოშოპს მე არ მაგააქტიურებული. მე notification-ები მომდევნო. მოკლედ, ზარის ღილაკი აუცილებლად გააქტიუროთ არხი, გამოიწერეთ, ჩვენი სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი, ძალიან მაგარი და ძლიერი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ აი ასეთ კეთილ საქმეს უდგას გვერდით მომა და ჩვენ ქართულ YouTube-ს. გაჭირო ბიჭო. გაჭირო ბიჭოს გვიდგას გვერდით. ძალიან მაგარი ძალიან მაგარი. ეხლა თქვა ოპერატორი ყავს ძალიან მაგარი. კაი, ეგ არის.